სტევია არის შაქრის ერთ-ერთი ჯანსაღი ალტერნატივა და ჯანსაღი დამატკობელი, მაგრამ ყველაფერი, რასაც ეტიკეტზე აწერია სტევია, ხშირად სტევია სულაც არ არის. სინამდვილეში სტევიას 99% საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც არის ყალბი. იგულისხმება ის, რომ რეალურად ასეთი დამატკობლების ძირითად ნაწილს შეადგენს ხოლმე შაქარი ან შაქარზე უარესი ნივთიერებები და ძალიან მცირე ოდენობით აქვს სტევია დამატებული, უბრალოდ ფორმალობისთვის და ეტიკეტზე დასაწერად. ამიტომ სანამ იყიდით სტევიას, ყოველთვის უნდა წაიკითხოთ ინგრედიენტები პროდუქტის უკანა მხარეს და თუ იპოვით ამ ინგრედიენტებიდან რომელიმე, ჩათვალეთ, რომ უბრალოდ ძვირადღირებულ შაქარს ყიდულობთ და არა ჯანსაღ დამატკობელ სტევიას. ესენია ძირითადად მალტოდექსტრინი, დექსტროზა, ლაქტოზა, მალტიტოლი და სახამებელი. ასევე სტევია ბუნებაში არ არსებობს გრანულების, ანუ შაქრის მსგავსი ფხვნილის ფორმით. ამიტომ თუ სტევია აწერია რომელიმე ასეთ პროდუქტს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც შემავსებელი აქვს დამატებული. ანუ პროსტორია ვთქვათ, რომ რაღაც შემავსებელ ნივთიერებას აქვს დამატებული ცოტა სტევია. ეს შემავსებელი ნივთიერება ხშირად არის ხოლმე მალტოდექსტრინი, რაც შაქარზე ბევრად უარესი ნივთიერებაა. გლიკემიური ინდექსით, რომელთაც დადგენილია რომელი პროდუქტი რამდენად მოქმედებს სისხლის შაქრის დონეზე, შაქრის გლიკემიური ინდექსი არის საშუალოდ 65, ხოლო მალტოდექსტრინის 110. ამაზე მაღალი გლიკემიური ინდექსი არც ერთ პროდუქტს არ აქვს დედამიწაზე. მალტოდექსტრინთან შედარებით შაქარი ანგელოზია ჩვეულებრივი. ანუ რა გამოდის, რომ თქვენ შეიძლება გინდათ შაქარი ჩაანაცვლოთ ჯანსაღი ალტერნატივით და საბოლოოდ შეიძლება ხელში შეგცეთ შაქარზე ბევრად უარესი დამატკობელი. პლუს ამას რეალური სტევია არ შეიცავს არანაირ ნახშირწყლებს და შაქრებს, რაც რა თქმა უნდა ნახშირწყალია ისევ და ისევ. ამიტომ თუ შემადგენლობაში სტევიას უწერია, რომ შეიცავს ნახშირწყლებს, მით უმეტეს დიდი ოდენობით, ესეც იმის მანიშნებელია, რომ ხელში ნამდვილი სტევია არ გიჭირავთ და ჯობს ზახზე დააბრუნოთ ისევ. თუ ეძებთ ჯანსაღ დამატკობელს, ასევე შეგიძლიათ ცადოთ ერითრიტოლი, რომელსაც თითქმის შაქრის იდენტური გემო აქვს. სხვადასხვა სუფთა და ნამდვილი სტევია, ისევე როგორც სუფთა ერითრიტოლი, შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს მაღაზიაში, რომლის მისამართსაც დავტოვებთ კომენტარებში. ასევე შეგიძლიათ შეკვეთა გააკეთოთ ჩვენი საიტიდან ketogen.g და კურიერი მოგიდანთ მისამართზე მთელი საქართველოს მასშტაბით. მოკლედ არასდროს ენდოთ მხოლოდ ეტიკეტის წინა მხარეს დატანილ წარწერას და ყოველთვის გადახედეთ ინგრედიენტების ჩამონათვალს პროდუქტის უკანა მხარეს. დღეისათვის კი სულ ეს იყო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.